ტელეკომპანია CBS News-ი და ასევე გამოცემა Guardian-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ჟურნალ Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიდუმლო ჩატში, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები განიხილავდნენ იემენში ჰუსიტებზე თავდასხმას. Როგორც აღნიშნავს CBS News-ი, თავდაპირველად მიზანი იყო არა ჯეფრი გოლდბერგი, არამედ ბრაიან ჰიუზი, თეთრი სახლის წარმომადგენელი უსაფრთხოების საკითხებში, სწორედ ის უნდა დაემატათ ამ საიდუმლო ჩატში, messenger signal-ში, თუმცა მოხდა ტექნიკური შეცდომა. ყველაფერი დაიწყო გასული წლის შემოდგომაზე, როგორც Guardian-ი აღნიშნავს, Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს წერილი ტექსტი, სადაც მას სურდა, რომ დონალდ ტრამპს რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი, ძირითადად ეს შეეხებოდა ამერიკელ სამხედროებს და ელექტრონულ ფოსტაში მითითებული იყო ოფიციალურად ჯეფრი გოლდბერგის, ანუ Atlantic-ის მთავარი რედაქტორის ტელეფონის ნომერი. თუმცა smartphones გააჩნია ფუნქცია, რომ შეინახოს ტელეფონის ნომრები, რომლებიც მითითებული არის ელექტრონულ ფოსტაში და როდესაც გააგზავნა Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა შტაბში ეს ელექტრონული ფოსტა, ჯეფრი ჰიუზმა, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩატში, მთლიანად დააკოპირა ეს წერილი და გაუგზავნა მაიკ უოლცის ტელეფონიდან, რადგანაც უკვე შენახული იყო ავტომატურად Atlantic-ის რედაქტორის ტელეფონის ნომერი, შემდგომ დაამატა კიდევაც chat signal-ში რედაქტორი Atlantic-ის, თუმცა თავდაპირველად ამის მიზანი არ ყოფილა. მე შეგახსენებთ, რომ მაიკ უოლცმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, უკვე აღიარა, რომ მისი ტელეფონიდან განხორციელდა ჟურნალისტის დამატება და აღსანიშნავია ის, რომ 18 ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ამ chat-ში, messenger signal-ში, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ იმყოფებოდა უცხო ადამიანი ამ chat-ში, მანამ სანამ თავად ჯეფრი გოლდბერგმა Atlantic-ის რედაქტორმა არ მისწერა ინფორმაცია ამის შესახებ თეთრ სახლს. მე შეგახსენებთ, რომ ამას ძალიან დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რამდენად სენსიტიური იყო ის ინფორმაცია, რომელსაც აზიარებდნენ ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთში chat signal-ში, იყო თუ არა ჩატი ასეთი უსაფრთხო, რომ გაზიარებული იყო კლასიფიცირებული ინფორმაცია, თუმცა დონალდ ტრამპის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი არ უზიარებდნენ ერთმანეთს კლასიფიცირებულ, გასაიდუმლებულ ინფორმაციას, ხოლო თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არავის თავისუფლებას ამ პრობლემის შემდგომ არ აპირებს.